განათლება უფასო გახდა თუ განათლებამ ფასი დაკარგა? ქართული ოცნების ინიციატივით სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება. ეს ერთი შეხედვით კარგი ამბავი რეალურად ძალიან ბევრ პრობლემას წარმოქმნის. იქიდან გამომდინარე, რომ კერძო უნივერსიტეტებს დაფინანსება უწყდებათ, გაიზრდება სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების მსურველთა რაოდენობა. ეს კი გაზრდის კონკურენციას და უფრო მეტი ადამიანი დარჩება უმაღლესი განათლების მიღების გარეშე. ოცნება თავს იწონებს, რომ განათლება უფასო გახადეს, თუმცა უფასო ხომ რეალურად არაფერია. სტუდენტები ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელსაც რეალურად ხალხი ავსებს. უბრალოდ იცვლება დაფინანსების წესი. ოცნება ერევა უნივერსიტეტების ფინანსურ დამოუკიდებლობაში და თავად წყვეტს, რომელს ექნება მეტი შემოსავალი. სწორედ ამიტომ ექსპერტები ამ რეფორმას კერძო უნივერსიტეტებზე თავდასხმადაც კი აფასებენ. მაგალითად, თავისუფალ უნივერსიტეტში ყოველწლიურად $1,000,000 ლარამდე გრანტი ირიცხებოდა, თუმცა ახალი რეფორმით ქართული ოცნებისთვის რთულად საკონტროლებელი კერძო უნივერსიტეტები შემოსავლის საკმაოდ დიდ ნაწილს დაკარგავენ. მათი ნაწილი შესაძლებელია დაიხუროს კიდეც. უმაღლესი განათლება საბჭოთა კავშირის დროსაც უფასო იყო, თუმცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდებოდა ახალგაზრდების მიღება და რა ცოდნას გასცემდა უნივერსიტეტი.